გამარჯობა. კეთი ერთი რამე მინდა კიდევ გასწავლო, ბევრი რამე გასწავლი და ერთ რამეს კიდე გასწავლი. ცხოვრებაში თუ გინდა რამეს რომ მიაღწიო, უნდა ეცადო, რომ წინ წახვიდე რამენაირად და დიდი საქმეები აკეთო. და უნდა მიზნად დაისახო, რომ აი იქამდე თუ ავალ, იქამდე უნდა ახვიდე და იმისთვის უნდა იბრძოლო. მე ესეთი რამე ვისწავლე და ტრამპი გაგიგია შენ, ხო? ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი. დღესაც უნდა პრეზიდენტობა, ხო? მე ამ კაცის წიგნი წავიკითხე და ესეთი რამე დაწერა ერთ-ერთ წიგნში, რომ ჩემი პირველი ბიზნესი იყო ავტომობილები. ავტომობილებით დაუწყია ბიზნესი. შემდეგ მან ყველაზე კარგი რაც გააკეთა მისთვის არის სილამაზის კონკურსებს აწყობდა, გამიგეთ? და კი აარჩია ის ლამაზი წოლი, ხო იცი მე რვეა თუ მეცხრე კი აარჩია ამ სიბერეში. ახლა მესამე რაც გააკეთა სასტუმროების ქსელი, რომელიც არის დუბაიში დაახლოებით 10 თუ 15. მე მის გარემოცვას ძალიან ახლოს ვიცნობ. მაგალითად ცოლის ძმას ჩვენი რაღაც კუთხით პარტნიორობთ, რომელიც სასტუმროებს ხელმძღვანელობს დუბაისა და ომანში. ერთი სიტყვით ტრამპმა როგორ დაიწყო ავტომობილი მოდელების რაღაცა შექმნა, პრეზიდენტი რო გახდა უთხრეს, აი რა არის შენთვის ყველაზე გასახსენებელი? ავტომობილების ბიზნესიო, მაგრამ ეს სამოდელო სააგენტო კიდევ უკეთესი იყო. შემდეგ თქვა, რომ სასტუმროშიო მქონდაო ჩემი კაბინეტი. ერთ-ერთ სასტუმროში ამერიკაში ყველაზე ძალიან მაგარი სასტუმროა. ერთი სიტყვით ჩვენ რა გვაქვს? რაც დავიბადე იმის შემდეგ დღემდე მანქანა ვწყიდი. დამრჩა ორი რამ, ხო? ერთი სამოდელო სააგენტო და ყიდის ვიღაცები და ვიყიდოთ ეს რა ქვია ლიცენზია და მერე დაგვრჩა სასტუმროები, მაგრამ სასტუმროების ბიზნესი არ მინდა. ერთი სიტყვით მოდი, ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა ვარეკლამოთ ჩვენი ავტომობილები, გავყიდოთ და მოვეფეროთ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანებს. მოდი, დღეს იხილება 25 წლის მოდელი. ეს არის დაშინგი. დაშინგი არის ჩემთვის, აი როგორ გითხრათ, პირველი ავტომობილი დღეს გასაყიდი, რატომ? არის საოცარი ლამაზი, გასაოცარი ვიზუალი, მისი სალონი, სიდენია, რასაც ვეძახით და ასე შემდეგ. 25 წლის მოდელი, შეხედეთ, აი გადასართავი კოლოფი აგერ სადა აქ ქვეშ, ადრე ქონდა ზევით, სიდენიები მიდის, მოდის, გათბობა, გაციება და რაც მთავარია, რუსული და ინგლისური მენიუ. მთლიანად ჭერი იხსნება და ეს არის მთავარი. აი შეხედეთ, ეს არის ძალიან მთავარი და ძალიან კარგი, რომ ეს ესე იხსნება. შეხედეთ, საუკეთესო ავტომობილია. მე მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ჯეტურს ბალეჩიკობს. აქ შეხედე რა წერია. ჯეტური. გარეთ რა წერია? ჯეტური, ხო? უკან რა მაწერია? ჯეტური. შეხედეთ. კეთი. აი დღეიდან 30 ავტომობილს მოგზანდით. ეს სიდენიები წინ გადადის, ესე დაფა გამოდის და ეს არის ჩათვალეთ, რომ სუფთა ევროპული ავტომობილი და იმ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ქუჩა და სადღაც რო ყიდულობენ და მერე რომ მოდიხართ აქ და ტირიხართ, რომ ნატურა გადამეწვა და 3 თვეა იმ კაცმა ნატურა ვერ ჩამომიტანა და ამიტომ ვეუბნები ყველას, ჯეტური უნდა იყიდო ჯეტურის სახლში. აი ეს არის ჯეტურის სახლი. აი თქვათ, ეს არის ჯეტური და ეს არის შეხედეთ, ეს არის სპეცჩეკვეთა. ესეთ ჯეტურს ვერავინ ვერ შემოიყვანს, შეხედეთ? აი ვერ შემოიყვანს. შეხედეთ? ეს არ არის იქა გადაღებილ მანქანებს რო ყიდიან, ჩვენ ხო თქვით, შეხედეთ. აი ამ ავტომობილს შენ კეთი დღეიდან დაახლოებით 30 ავტომობილს გაყიდი 23,900
დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ჩემთან არავინ არ დარეკოს ესეთი ფასი არასდროს არ ყოფილა. დიდი რაოდენობით ყავს შემოყვანილი, ახალი წელი მოდის და ეს არის ეს ავტომობილი. აი ჯეტურის დილერი ვინ არის? აი ჯეტურის ფასები სად არის? აი ამ ფასში თვითონ პეკინის ავტოქარხანაში ვერ იყიდი. 10 წლიანი გარანტია აგვიძლია. ახლა ჯეტურების და საერთოდ აი ამ კომპანიის ყველაზე მაგარი ავტომობილი რაც გამოუშვა. ეს არის ჩერი. ჩვენ ახლა ამ წუთას საუბრობთ ამათ ნომერ პირველ ავტომობილზე. მე თუ არ ექსიდის წარმომადგენელი საქართველოში იქა სადაც ვარ, იქა ვარ წარმომადგენელი. თუ ამის წარმომადგენელი ვარ, ის მისი ბიძაშვილი კი არ არის, კიდევ უფრო ახლო ნათესავია და არ ვიქნები მითხარი კეთი. ჩათვალე, ეს არის ექსიდი, ორივე ერთ ქარხანაში გამოშვებული. ჯეტურისა და ამის ქარხანა არის ერთი, მაგრამ ეს არის გაუმჯობესებული, არის 4/4-ზე. შეხედეთ. რუსული მენიუ, ინგლისური მენიუ, ამასაც მიდის, მოდის ერთი სიტყვით რომ ჩაგეძინოს გაგაღვიძებს. და ამიტომ შევარქვი მე ამას, აი Toyota და Lexus-ი ხო არის? აი ეს არის Lexus-ი. ყავი შეხედე რა ხარისხის და ყავია. 360 გრადუსი კამერა და კეთი შენ გეუნება, როცა მოდიან ადამიანები ავტომობილებზე, დაშინგი კი იყიდება ყოველ დღე 1 და 2 ავტომობილი მაინც იყიდება, მაგრამ შეხედეთ, შენ გეუნებიან რომ 7 ადგილიანი გვინდა, ხო? აი ეს არის უკვე 7 ადგილიანი ავტომობილი, სადაც თავისუფლად შეუძლია ადამიანს დაბრძანდეს. ჩვენ საუბარი გვაქვს ბენზინის ავტომობილი, საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე და ერთი ჩემი ნათესავი იყო მოსული და რაღაცა Mercedes-ი ნახა და ღირდა 80,000 და იყო 11 წლის Mercedes. მეუბნები, ბიძია 11 წლის Mercedes ყიდულობ, ხო? 70 თუ 80,000 დოლარად. იმ ავტომობილს ორჯერ ჯობია ეს, ხო? ორჯერ მაინც ჯობია. წარმოიდგინე, ახალია, ცელოფნებშია და 10 წელია გარანტია და ახალი ავტომობილი წად სახში, ხო? ეს ავტომობილი არის ძალიან კარგი და მინდა ხუმრობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოდი ესე გავაკეთოთ. კეთი. მოდი ესე გავაკეთოთ. აი შეხედე. ამ ავტომობილს ჩვენ დღეიდან გავყიდით 29,900 დოლარის ეკვივალენტი ლარში. ძალიან დაბალი ფასი ხო არა? ძალიან დაბალი ფასი, აი ჩათვალე ორ რაბჩიტრის ჯობია და ორ კიდე კამრის ერთად. და პრადოსაც ჯობია. ვინც მანქანა იცის ესეა და თუ ვინმე მეტყვის არაო, მაშინ მოიყვანოს მისი პრადო, თქვათ. და მოიყვანოს მისი რაბჩიტირე და თქვათ კიდე სხვადასხვა ავტომობილები და შევადაროთ. აი ამას ორ რაბჩიტირეში არ გავცვლი, ამას კიდე 4 რაბჩიტირეში არ გავცვლი, იმიტომ ეს არის ავტომობილი, რომელსაც აქ 10 წლიანი გარანტია. ხვალ დილიდან ვინც მოვა 10-15 დღის განმავლობაში ეს აქცია მე და კეთი მოვილაპარაკეთ, რომ ადამიანები ცოტა გავახალისოთ ამ არჩევნების მერე, ცოტა დაღვრემინები არიან, მაგრამ რა გინდა რო ხნა ესეთია ეს ცხოვრება, უნდა შეეგუოთ ბედს, ხო? ამიტომ დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ვიმეორებ. უნდა ვიმუშაოთ იქამდე სანამ შეგვეძლება მუშაობა. იქამდე გავახაროთ ჩვენი მოსახლეობა, სანამ შეგვეძლება მათი გახარება. რა ვქნა, იაფიანი ავტომობილები არ შემომაყვანიეს. ეს არის საშუალო დონის ავტომობილები ფასი, თორე ავტომობილი არის ძალიან ძვირიანი და კეთი აქ არის ჯეტურის ადგილი. აქ არის ჯეტურის სამშობლო. სანამ უნდა, მანამდე იქნება ჯეტურს აქ ჩვენ სამშობლოში და ჯეტურის ირგული კიდე სხვადასხვა. წარმოიდგინე ახლა 5 ბრენდი აქვს, ხო? 5-ვე ბრენდი აქ აქვს. აქაც, იქაც. გისურვებ წარმატებებს ხვალიდან
გელოდებით და კეთი აი ამ ფაში ავტომობილებს ჩაგაბარებდა მეუნება შენ უნდა თქვა რომ ხალხმა დაგიჯეროს და მე ვამბობ და ხვალიდან უკვე ძალიან ბევრ ავტომობილს გაყიდი ისურვებ წარმატებას